ხნის წინ დასრულდა აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია არხის ხელმძღვანელობის გადადგომა და შუადღის და საღამოს ეთერის დათმობა. აქციაზე შეკრებილებამ ზიამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ისაუბრეს სხვა დაკავებულებზეც. ტელევიზიის შესასვლელთან სახალხო ეთერით შედგა. საჯარო დისკუსიის თემა იყო დღეს განვითარებული მოვლენები და ხვალისთვის დაგეგმილი აქცია. შეკრებილების კითხვებს იურისტები პასუხობდნენ. კითხვები მათ შორის დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხებოდა. როგორც იცით, სისტემამ გადაახლა, ასე ვთქვათ, ეს დაჭერები, დაპატიმრებები, ჭხრეკები, აგერ დღეს 2 ადამიანს შეუვარდნენ, 3 ადამიანს ბოდიში შეუვარდნენ სახლში, სრულიად გაუგებარი მიზეზებით და დღეს გვინდოდა რომ ზუსტად ამ საკითხისთვის დაგვეთმოთ დრო, სადაც ვთქვათ, ჩვენი გამოცდილი იურისტები გასცემენ იმ კითხვებს პასუხებს, რაც ჩვენ ყველას გვაქვს. ცხადია, ძალიან რთულია რომ აქ რაიმე სამართლებრივად შეაფასო, იმიტომ რომ ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩო და სისტემა არის გასული, მაგრამ მაინც ამ გამოცდილი ადამიანების სიტყვა უფრო ისეთი იქნება ჩვენთვის, ხო? საინტერესო და შეიძლება ბევრ რამეში დაგვეხმაროს.